გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. მილოცვის წერილში წერია, რომ საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღირებული პარტნიორია. გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ის ელის თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენო აღმატებულებაო, მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლადველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობის შესრულებაში. თქვენო აღმატებულებაო, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური. ანტონიო